ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში ერთმანეთს მუნიციპალური პირველობის ფინალისტები დაუპირისპირდებიან მინიფეხბურთში. შეჯიბრების მთავარი პრიზის მოსაპოვებლად საყავრიისა და სვირის ფეხბურთელთა გუნდები იბრძოლებენ, რომლებმაც ამ ეტაპამდე მისვლის გზაზე რამდენიმე მატჩი გამართეს ქალაქის, სოფლებისა და ორგანიზაციების სპორტული კოლექტივების წინააღმდეგ. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვნილ ღონისძიებათა ნუსხაში ეს ფინალი თავისი დანიშნულებითა და გულშემატკივართა ინტერესით ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იქნება. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში. ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს. უკვე გუშინდელი ნახევარფინალების შემდეგ გაირკვა ფინალისტების ვინაობა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საყავრიისა და მეორე სვირის გუნდები. მუნიციპალიტეტის მერიისგან განსაზღვრულია საპრიზო ადგილზე გასული გუნდებისთვის როგორც ფულადი ჯილდო, აგრეთვე თასები, მედლები და სიგელები. ფინალი გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს 5 საათზე. ესეთი ტურნირები მე ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და კონკრეტულად ამ სახეობაში მინიფეხბურთის პოპულარიზაციას. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ტურნირში აქტიურად ჩართულ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაყურებლებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც ტურნირი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო გახადეს. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წელს არაერთი სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ელოდებათ ზესტაფონელ სპორტსმენებს და მაყურებლებს. და მოკლედ დახუნძრული გვაქვს მიმდინარე წელის არაერთი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით. ფინალამდე გზა, ესე ვთქვათ, დაძაბული აღმოჩნდა, გუშინ იყო ნახევარფინალური თამაში, ძალიან რთული მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალის საგზური მოგვეპოვებინა. ფინალში კი მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება. საყავრია ძალიან კარგი გუნდია. გითხრათ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მაყურებლებს, მოვიდნენ 26-ში გულშემატკივრონ საყავრიასაც, სვირსაც. ვირდებით, რომ ძალიან კარგი თამაში იქნება, დაძაბული იქნება, მაგრამ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სვირმა მაინც ტიტული დაიცვას. მიუხედავად იმისა, რომ საყავრია ძალიან კარგი გუნდია.